საღამომშვიდობისა ზვირფასო ბატონებო და უძვირფასესო ქალბატონებო გილოცავთ დღევანდელ დღეს ანუ ჩემს ხილვას გილოცავთ სხვათა შორის გუშინ საღამოს ანუ შაბათს საღამოს ამინდის პროგნოზმა არ უსმენ ხოლმე მაინდა-მაინც არ მაინტერესებს მომდენო დღისამით მაგრამ გამოაცხადა რომ ხვალ მოსალოდნელია კვირაო და თქვენს არ მოიდგენთ და აი ზუსტად ასრულდა დღეს მართლაც კვირა ანუ ანეკდოტების შოუს დღე და მოემზადეთ ძალიან კარგი შოუ გველოდება მით უმეტეს რომ დღეს სტუმრად არიან ჩემი იმერლები ჩემი უგემრიელესი იმერლები და ესენი არიან დავით ნემსაძე იგივე ქუჩუკიჩი და გოგა მესხი იგივე გოგა მესხი ბატონო დავით ნემსაძე იგივე ქუჩუკიჩი და გოგა მესხი იგივე გოგა მესხი იმერლები არიან გოგა კარენოი თბილისელი იმერელია ხოლო დათო ჩამოსული თბილისელი იმერელი ქუჩუკიჩს ადრე კეიფი და ღვინო უყვარდა მაგრამ ახლა თავისი თავი და ღვიძლით შეუყვარდა და აღარ სვამს გოგა კარგი მომღერალია ანეკდოტებსაც არყვება ურიგოთ და შოუშიც ურიგოთ მოვიწვიეთ წეღან რომ თქვი ქუჩუკიჩი ჩამოსული თბილისელია თქო მასთან ნუ დამაბეზღებთ სინამდვილეში ზესტაფონელია და ზესტაფონელებს ეგ უფრო უყვართ ვიდრე ფერო მოკლედ ოფჩელი გოგა მესხი და ზესტაფონელი ქუჩუკიჩი მოწყენის უფლებას ნამდვილად არ მოღწევენ ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუ დღესაც როგორც ყოველთვის ჰუმანური ვიქნები და შეგახსენებთ ნუ გადართავთ სხვაზე და დარჩით ჩვენთან როგორ ახარ იგივე გოგა მესხი ქუჩუკიჩი რამდენი საუკუნე არ მინახი ხარ მაგრამ ალეგ ნახავ ნუ გეშინია არ ეჯარო ხო შეიძლება მეს რო დავჯდე და პეც რო დასწრე არ არის ვალეტისგან ტივით გამოწყობილი მე თავიდან ის მეგონა დამაგული მაგრამ მე ახლოდან ოკეი მივამსგავს შენ ჩემი არ იყოს ორბის მხედველობა გაქვს იმხელა შუბლია ახედან იზეს პირჯვარს გრიმიორი დადანჯა მაგრამ ნახევარი პაჭკა პუდრი და დაიწყო ბიჭო შუბლი უნდა კონდეს დიდი მთავარია ძაფი რაც აქვს ის უნდა კონდეს დანარჩენი კი იცით ახლა არ დამაწყებინოთ აქ ფილოსოფია მე თქვენის ნებართვით მობილურს მოვიხსნი და დავდებ გვერდით ო ჯამას ბეჭედის ნაცვლად რო ხმარობ ხალხი ხანდახან აი ასე გავიკეთებ ოღონდ მარჯვენა ხელზე ვიკეთებ ამას ვიკეთებ მარჯვენა ხელზე რატო იცი იმიტომ რომ ხო განთქმული ვარ მე სილამაზეში შენი არ იყოს და აი მანდილოს ნემა რო არ შემაწუხონ მე ავანიშნებ რომ აი მე დაოჯახებული ვარ და არ მაწუხებენ მაგრამ ახლა თქვენ ვიცი რომ არ შემაწუხებ ვამართ სუფრაზე არ უშვებენ ამას იმდენ ხალხს გაუხეთქა გული უკვე რომ გაშევებულია კაზინოში რომ ხალხს აშევებენ ისე და არ უშვებენ კარგი ახლა ის გამახსენეთ რისთვის ვარ ჩვენ დღეს აქ ხო ანეკდოტების შოუ ეს კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაგრამ ჯერ მომიყევით აბა რა შვებით როგორ ახართ მაგიდისკენ მოიწევი ბატონო დავით იგივე ქუჩუკიჩი რა შვები როგორ დავი ამინდია და ჩემ ტერიტორიაზე ნუ გადმოდიხარ ისეთი თოვლია გარეთ მოდის სილამაზე ყველაფერი კაცი მოხვალ კეიფის ხასიათზე პირდაპირ დღეს თოვლია დარწმუნებული ხარ ხო გარეთ კი რაც შეხება ახლა თოვლის ამინდს ბუხრის ამინდია და რა სხვა არაფერი არ მახსენდება ბატონო ბუხარიც არის კეიფიც არის განწყობაც არის განწყობას ახლა თქვენ უნდა შექმნათ მაშინ შენ და გოგამ გოგა შენ როგორ ხარ ყველაფერს უნდა განწყობა მონდომება და სურვილი თქვენთან კეიფი მაწყობდა მახჩობდა თქვენი წყურვილი აი ესეთი უნიკიერესი ხალხი მყავს ის ხო საერთოდ ახლა გოგას რო უყურებ ეგ ხო მესხია წარმოშობით არის მესხი და გვარათაც მესხია ხო და არა წარმოშობით როგორ არის მესხი კაცო წარმოშობით ის არის ხო გვარი მესხეთიდან კი იქიდან არის გვარი იზამის მამითხა ერთხელ ბატონმა მამუკამესმას ცნობილი პავაროტი ოფჩელი ენასვალეო ჩემს ვიშვილსო ახლა შვილი ვიტყავს ეს გაზდილი და გოგას მამა ახალგაზრდობაში აფხაზეთის ომშია დაკარგული და მაგრად უკრავდა ჩასაბერზე რა პატარა ლუი ამსტრონგს უძახოდნენ და
მამუკას პავაროტის უძახიან და ჩემაო ძვიშვილმაო ისე იმღერაო კასტინგიო სულ რიხი დღეიარაო გაცა ჟიურიოს ვერ ასლებდაო ქულების საწეოსო და ვიჯო ჩა მე ვუთხარ გეული და კასტინგი შეგაიგაცო ბიძა პავაროტი ყავს და მამა ამსტრონგი ყავდა და კასტინგის გავლას რა უნდა ახლა მაგას ძალიანაც კარგიანაცო როგორც უნიჭიერესი კაცია უნიჭიერესი უსაზღვროდ გოგა ხო გოგა აი იერი არ გიგათ ეხლა რა ეიცვა ამას გაჩენა სასწაულია ქალებს სადაც შევა ძმაო არ ვიცი რა ემართება თუ იცი არ გიგ სუპრასტის სვავენ ალერგიამ რო არ დააყარა ამასო შეხედა არ გი გოგას რო უყურებ ხოლმე ხანდახან ისეთი გამომეტყველება აქვს ვეფხის წყალოსანი ამის დაწერილი რო იყოს ვიფიქრებდი შოთა რუსთაველი თან მესხიკია მესხიკია და წერიცისი აქვს მესხი მე ხო და ირაკლია ერთი და ბუბული თმაში თუ არა დანარჩენი მოკლედ ჩემო დავით და ჩემო გოგა ერთ ესეთი წინადადება შემოგხსნა დავიწყოთ თამაში რო არ თქვას მაყურებელმა დროზე რა დროს სანამ იმათ პარდა გვიძახეს ჩვენ თვითონ მივხვდეთ და დავიწყოთ თამაში აი დავით შენ მოიმარჯვე აიპადი ამ დეფულს რა დახარჯავს აქედან დაცვა გაგვაყოლეთ რო წავალ აგის ისე იურისტი ხავს გადაშორის მარკეტინგი და იურისპრუდენცია ვისაც ევალება და ესე მოგცემს მე აბა რა კატეგორია აიპადი ავტომობილები აი ფეხით სიარული რო გეზარება ტაბლომაც იცის და მოგივიდა აგე ძირითადად ნამდვილი ამბავი მახსენდება ხოლმე საერთოდ ასლავარაბ იმდენი რამე გვაქვს გადახდენილი ყველაფერი რო გამახსენდეს რა ვიცი გუგლში შეიძლება არ შეეტიოს და პრინციპში ყველა ანეკდოტი ხო თავის დროზე ნამდვილი ამბავი იყო ანეკდოტ ავტომობილზე ერთი რამე გამახსენდა მოკლედ ერთი ჩვენი მაგარი ძმა ყავს ბაჩი აბდუშელიშვილი სასწაული მოკეიფე ურმარილიანი ზემოიმერელი და რა ვიცი ყველა ქალაქს რო ხვდება ისეთი კაცი და სასტავი მივდივართ ჭიათურაში ინოვა არის რაღაც არ მახსოვს და ბაჩიას აქ 100 კაციანი სუფრა გაშლილი და გზაში მივდივართ ძივარ დეპუტატები ვით რაც ამ დვესტიში და გაყლენჯულები და რეკავს ტელეფონში როგორ გაყლენჯულები ხოდიში კი ბატონო ირგის აღლებით გამოწყობილები ახაც დუხებულები რას ლაბარაკო კაცო ბიჭო რეკავს ტელეფონი არ ჩერდება რეკავს ტელეფონი ახლა და გააგონა ამან ახ საჭესთან არის და ჩართო ხმა მაღალზე და მიშველეთო ვიღაცა კივის ტელეფონში მიშველეთ ეს რა დამემართა რა დღეშო თან ტირის რო ყვირის და ბიჭო პანიკაშია კაცი აშკარად ახლა და შევწუხდით სულ ყველა რომ ჩვენ ახლობელს უჭირს ალბათ და რა დაგემართაო ესე უნება და რა დამემართაო ბიჭო და მეც აქეთო მოვდიოდიო ამ სუფრაზე თუ სხვა სუფრაზე არ გავრბოდიო და საჩხერი შესასვლელშიო ის რო არისო რა ქვია ორი დოძიასვიაო და აკაკის სიტყვები აწერიაო ზედო ცაფირუს ხველე ზურ მოხტო ჩემო სამშობლო მხარეო იმის ქვეშ ერთი 130-ით გავრბოდიო და ვეღარ დავატორმუზე და გავზერ და ყანაში ვაგდივარ ერთი 150 მეტრშიო მანქანა უკუღმა აგდიაო და ასე გელაპარაკები თუ ახლაო და რამე შვილე ბიჭო 112-ში დავრეკავთო ლოკაცია ვიცითო რაღაც 112-ში და რეკილი მაქვს მაგრამ აგვიანებსო თან ტირის ახლა იზმენებშია გაზო აირბაგი გახეთქილი ყველაფერი და რომელ მოუსწროსო სასწრაფომ რა ვქნათო რომელ მე კაი ხასიათსეო რა და ბიჭო კიდე მეორეთ ჩაპანიკდა ბიჭო მოვა ნუ გეშინია სასწრაფო შეგენაცვალე ეს უძახის და ავა ბიჭებიც ვამხნევებთ ახლა ყველაფერს და მე ვიფიქრე რომ იზე უნდა გავამხნევო რომ ხასიათსა მევიდეს არ დაპანიკდეს კაცი და მეორეთას ატირდა აუ ახლა შვილებიო არ დამიომდესო რაღაცაო და რომერ მომისროს სასწრაფომ და თქვენც რომერ მომისროთო რა ვქნათო და რა ადგილზე ხარ შენ რა ადგილზე თქო მეხუტყარი და აი ვაკაკის სიტყვები რო აწერიაო ცაფირუს ხმელე ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო იმის ქვეშ გავძვერიო და 150 მეტრში ვაგდივარო კრიშითო მე ვუთხარი თუ მოგისარით ხო კაი მოგისარით ძმაო მაგრამ თუ ვერ მოგისარით მე ვუთხარი აკაკის ბოლოსტროფი მოყევით ხო და ბოლოსტროფი რომელიაო კაცო ახლა ის მე ვუთხარი დედაშვილობას ერთ საქმთ ხო შენს მიწას მიმაბარეო ცაფირუს ხმელე ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო და ატყდა სიცილი თვითონაც მოგდა სიცილი და გადარჩა ასე კაცი ჩემო გარკვე რა აკაკი სიცილი არ გამომადგა აკაკი აგერა აღარ დაჭირებია სასწრაფო გავფერთხეთ ის კაცი მანქანა ამოვატრიალეთ და იქეიფა იმ დღეს 3 დღე ქეიფა რამდენი სტატუსი ვიცოდი შენ და პოეტი მელექსეც თუ იყავი ახლა პოეტი მელექსე თუ რაც ქვია ახლა მართალია აკაკის ლექსია მაგრამ მე რა შუაში ვარ პოეტი ექიმი უბრალოდ ასე გითხარი ხო წერან თუ რანაირად გითხარი ექიმი არა
ექიმებთან ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მე ექიმი. კაცი გადაარჩინე ფაქტიურად ფსიქოლოგია ჩაუტარე. ეგ უკვე სხვა ამბავია. ო, მე აბა ფსიქოლოგი, ექიმი, აბა ის კი არა, მარკ შეიდერი. კაი, აბა გოგა, აბა შენ რას მოგვიყვები ავტომობილი? ავტომობილები. ხო, კაი. მოკლედ შავი პრადო მიდის და ცუდად დაარღვია რა. აი, ცუდად. მე დვესტითი მივდიოდი და ახლა ნაკლებ მანქანას ეთქვეს. შავი პრადოები არღვევენ ზოგადად? ხო, ცუდად დაარღვია და გაეკიდა პატრული და პატრულის თანამშრომელი ხო ისე რომ ამბობენ რომ ერთი კაი ტიპია და მეორე ცოტა მკაცრი ხო იცი ხო და ის კაი ტიპი გადავიდა რა ხო და ჩაწია შუშა და მამაოზის რა მე შეცვა ეხა რომ უი ვიციო შვილო თუდად მოუხვიეო ხელი მაქვს მოტეხილიო და ვერ ვმართავო კარგათო და ეს შეწუხდა რომ არა უშავს ხო არაფერი გჭირდებათ რა სადმო თქვენ ხელი სად მოიტეხეთო და აიო ჯაკოზიდან გადმოვედიო და ფეხი ამიცურდაო და ხელი მოიტეხეთო მივძანდითო არ არის პრობლემაო კარგად ძანდებოდეთო და დაждდა ეს მეორე ეუნება რომ რატო გაუშვიო ვინ იყოო და ბიჭო მამაო იყოო და მეორე რაო მამაო რა არაო ბიჭო ხელი ქონდაო მოტეხილიო და აბა ხელიო როგორ ქონდა აი ბიჭო ჯაკოზიდან გადმოვიდაო და აუსვიელ და ფეხი და ხელი მოუტეხიაო რა ხო უნდა გაგეშვაო კიო მაგრამ ჯაკუზიო რა არისო ჯაკუზიო რა ვიცი რომელი მორწმუნე მე ვარო მაგრამ იმბას შეერია ეთქო თან მორწმუნე არა ის ვიცოდი ჯაკუზი რა არისო მაგრამ ის დამატება არ ვიცოდი რომელი მორწმუნე მე ვარო მაგდენი აღარ ვიცოდი ხაცრავად ძვენიერი კარგი ბიჭები ხართ მოკლედ გეტყობათ რომ ავტომობილი გინახავთ ცხოვრებაში და რა არის ავტომობილი იცით მაინც ძალიან კარგი მაშინ ახლა გოგა შენ დააჭირე ხელი და ნახოთ შენ რა კატეგორია მოგივა. აჰა. დატრიალ და იმერლები. საჩემი ძლიერს იმერლები. არ დაიბნე. ოფჩელი ხარ. იმერლები ის სიმაღლე ფესვები დაძობება. ახლა თბილისში ორჯერ ბუჟღულები ენძღალდალია მაგ არ ხარ თბილისელი. მე ახლა 50 წელი და კარენოი და ლენო გავხდე იქიდან რომ მოყვე. იმერეთი ხელგაშლილი იმერეთი ჩემი იმერეთი იმერეთი ჩემი იმერეთი მოკლედ სადა ბიჭო ორკესტრი უნდა ვიყოთ ჩვენ იმერლებზე მოვიკითხოთ ჯერ რა თქმა უნდა კეთეს რას მოგიკითხოთ იმერეთს უხდება იმერული მოკლედ საუბარი იმერული დიალექტი ანუ იმერულად მოყვე. იმერულად უნდა მოყვე, სხვანაირად არ გავყვე. აი, შევეცდეთ. ვიცი ახლა ტოს ისე ხმარო, ბრუსლი რო ხმარობდა რუჩაკოს, მაგრამ ბიჭო დამანებე თავი. იხდება მაგიც, მაგრამ იმერელი ხარ. მოკლედ სტეფანელი არის ეს. არიწოდი. იბატონო. ტიპი ურეკავს მაკაც რა. ბიჭო რესტორანიც გადახდილი მაქვს. სასტუმროც გადახდილი მაქვს. ორი მაგარინაშა მყავს. ხო და კლდათო რა. ხო და აგერ არ ვარ მეო. გაცრავად. ჩაგეთვალა. არც დაფიქრდა ხო? აგერ ვარ ბატონო. მაგ დროს არ უნდა დაფიქრდე კაცი მე თუ გითხავ. კაცი არ უნდა დაფიქრდე. კი ბატონო მართალი. აკანარ ვარ მე წარმოვიდგინე ახლა როგორ ეთქვა ისტორიები ნამდვილი ამბები მარტო ანეკდოტის თავი დავანებოთ ხარ ხო ნამყოფი აი მეგობარი ხარ იმერეთში ხო ხარ ნამყოფი არ ვიტყვი სახელმწიფოს მაგრამ ყველა ვიცნობ და მაგარი კაცია და პალოზე აწყვეტილი მოზვერივით არის სულ ქალი უნდა რა ახლა გადაახდა 50-ს მაგრამ მოკლედ მეორე ცოლი უნდა მევიყვანო თქვა აჰა გეგეს გააცარ. ვინაუდეგი მე ვთხარი, მაგრამ ქორწილი უნდა გავაკეთო ისეთიო. პირველზე ორჯერ დიდიო. და პირველი ცოლი გულზე უნდა გავხეთხო. ისეთ ქორწილი უნდა გავაკეთო. ხო და შენ ამოდი ერთიო, ჩემთანო დაჩაზე იყო და სიას გადამიხედო, არავინ გამომრჩესო. ბიჭო 500 კაცს ეწერია, დანომრილია. რო გადავხედე. ხო, ახლა შინაური ხარო და მე რა გიშლის ხელს ერთი კაი შაბათი დავნიშნოთ. მე ვთხარი და ვიჯო ხელს ამისლისო და გეტყვიო ახლა მას სახალხოთ ვერ ვიტყვიო მოგლეთო 500 კაციანი მაგარი პურმარილი ჯდებაო 50000
მე ახლა 35-ო უყრი თავსო ჩემი სახსრებითო და საშუალებებითო და 15,000-ში ვიჭედებიო ფინანსურად. შენ რა ამხელა თავი გაკოჭ, პირი კაცი ხარო და ასე მგონია მე ყოველ შემთხვევაშიო და რა მე მომაფიქრებიო ბიჭო მაგროს ახლა კარგად თუ ხარ მაღუჩი უნდა ამეიღო ერთი ბაჭკაფული და მიცე რა უნდა ელაპარაკ რა თუნდა მე ვილაპარაკი საქმეს მაგრამ დავფიქრდი ახლა მე და ის ისეთი ოხერი არისო სიტყვაზე ხელს არიღობს ჯიბეში და წარეთქმა იცის ხოლმე ისეთ სიტყვის რომ ხალხს ხოცავს სიცილით და მეთქი მახეს არაფერს მიგებდეს თქო იგი და დავფიქრდი ახლა და ჩავჩერები ვარ თვალებში მართლა მეუბნებით ხო და მართლა გეუბნებიო შენ ამდენ იზლის ხარ თქო მეუთხა კი ვარ 56 მეტრის ახლა მეო ის საცოლე მეუთხარი 53-მდე ისიც არისო მე უთხარი ძმაო თქვენ იმხრის ყოფილ ხართ გასვენება და ქორწილი გააკეთეთ ერთად მე უთხარი და გასვენების ფული ხარით ცალკე შემოგივა გადასახურავი ქორწილი ცალკე და დაგიბალანსებს კარჯებს ეს რაული რო გადაკეცა რომ მომიქნია რომ ერთღა მომკლავდა და ორი თვე იმის ჭიშკარი აღარ შევგავმეკიდა იქნას მის გამოვასწა რა უნდა მეთქვა 15,000 არ მქონდა კაი თან გასვენება და თანის გადაეხადა ერთად კაია თან შეხედა ვინ მოვა ვინ დაგაფასებს უყველაფერს კარგი მაშინ შევაფასებ პირველ რაუნდს ცოტა ის არის ახლა ორივე მომეწონა მაგრამ თვით შემოქმედება ცოტათი ოდნავ წინა ბატონ ქუჩუკიჩს ჰქონდა და 50 ლარს გადმოგცემ შენ მიუხედავად იმისა რომ ჩემი სოფლიდან ოფჩა უფრო ახლოს არის ანუ გოგას სამშობლო ვიდრე ზესტაფონი თვითონ არა უშავს მე რო არ ვხარო აი მიუდგაო თავის მეზობელსო ასე ვქნათ 50 ლარის შენ 1-5 წელი გეყოფა ეს ფული რო იცოდა და მეორე რაუნდი წინა კიდე რა იცი რა საგებ წელი მაგიდაზე რო იცოდენ ადრე სურათი ზადება შუშიშხეშო შედება აი იქ თუ დადებ გეყოფა აი მაშინ ახლა შენ აირჩიე პირველი კი აუსვი თითი და აირჩიე რაუნდი აბაბუდი ახელები 1000 ჭირისა და ლხინის ნახველებო თქვენ კი შემოგევლოთ ძმებო კახელებო მაგარია კახელები რა იცი გეგეს მეც მოვიკითხავ თქვენის ნებოთ არა მარტო გეგეს გეგედან დაწყილი ახელებზე ყველაზე უმორჯოს მაკაიხავს სათა შორის ამ გადაცემის ამარაშობლებრივი გადაცემის წამყვანი გახლავთ კახელი მე გაგაცნობთ მე ხო მოგვიკითხე და მე თქვენი წეფად მე ვიწყებ კახელს ხო მე კაი მიხო მივიდა სექსოპათოლოგთან რო პატიმსემულო სექსამდეო თავბრუმი ხვევაო სექსამდეო რას აკეთებოდა უბერაო დავთავრდა შენ ხაშლამის ჯამა კახეთში მე მიყვარხარ ძა კახელებზე ახლა სულ ცხელი ამბავი გამასცენ აგერა 5 დღის ამბავია ბატონი მამუკა მესხი და გეგე სულხანიშვილი მიგეკავს კაი ადგილზე მივდივართ არ დაკარგო ეგენი შენ მოვიდა მანქანა ჩამოვხდი უცებში და უკან დავჯექი ხა მე უცროსი კაცი ვარ და ეს უფროსები წინზია და კაი ლამაზი წვერით ორთავე მოგეხსენება კი ბატონო მოწესრიგებული კაცო ყველაფერი და ჩამოვართვი ახლა უკრიდან ხელი გადავკოცნე და გილოცავთ მირქმას თქო მე უთხარი მეც გილოცავ ჩვენს გილოცავთ კარგიაო დღესო სალღეძელოში და ზო მირქმას მოგილოცავთო და რაღაცაო და კარგიაო მაგრამ მამუკა მომიტრიალდა და ჯო მირქმა რა არისო მე მეუბნება გავხედე ახლა და უცე პასუხი არ მაქვს აღარ მახსოვს არის გულში ჩახუტებასთან დაკავშირებული მაიეზო ჯაიხა და არ გამახსენდა უცე და რა ვიცი მე ვუთხარი წვერები თქვენ გაქვთ ორივეს მუხლამდე და მე მეკითხები მირქმა რა არის ზივარც უფრაზე რას ლაბორო არო კახელებზე ახლა ვინ გაგახსენდება ბატონი გეგე სულხანიშვილზე უკეთესი ან იუმორით ან თამადობით ან კახელობით რა ვიცი ყველა ნავაროტია ვანო იანტველიძე ყველა ნავაროტი და ბატონი ვანო იანტველიძე ზივართ პახმელის სუფრარი ქორწილის მეორე დღეა ესე იგი არაყი ისმება უმოწყალოდ ერთი 15 კაცია რა
მაგრამ არყის მარი ელცინს არ ეხება, იმდენი არაყი და ლეული იქ რაც არაყი დაილია იმ დღეს და ეს კახეთში ხართ, ხო? კი. კახეთში და მოკლედ რა ხდება ახლა? რო პიანი ბაზარი რომ მიდის მერე ნასვამი ლაპარაკი ხო იცი ყველაფერს რო გვირდება კაცი და მეორე დღეს რო არაფერი აღარ ახსოვს და ერთი კაი კაცი მიზის წინ მოკეიფე კაცი ეტყობა და ასპინზობა რო უყარს და სუფრის გადახტები და რა იცი ხო და ნიკოლ შოუს კაი კაცი ჩვენი უფროსი გია მაგარი ტიპი იგარი იმან ტელეფონი ურეკავდა ვინ გირეკავს ესეუბნება ხალბატონი მირეკავსო ჩემიო. ჩემი კნეინა ასე უძახიან ახლა მეუღლეებს და. ხო და მოვიდეს ეს უძახის. რა პრობლემაა კაცო და ახლა ტაქსი ცოტა შორი მომსახურეობის ხო იცი? ტაქსის ფულსო მევიხდიო და მერიდა ახლა ამას და ის აძალებს კაცო ტაქსის ფულს მევიხდი და გააძრო ჯიბიდან ეს 200 ლარიანები და აქიცინებს 100 მევიხდი ტაქსის ფულებსო და ახლა ყველა მეიყვანეთ ცოლებიო. აქო ტაქსი. აბა 15 კაცი ვზივართ ახლა 15 ცოლი რა ვარია ტაქსი. მე უთხარი ჩემსაც ნუ შეწუხდებით ბატონო მანქანა ყავს თვითონ მოვა. მეთქვი დამანებოს იქნება თავი და არ მანებებს. ჩემ გვერდზე ბატონი გეგეზის და ყველას ხო ჩამოუარა და მე დაუძახე შენ კნეინასაცო. ფულს მევიხდიო. ზოგი თბილისშია ახლა ზოგი იქ არის. ზოგი უნდა მოაგროვო ეს ცოლები ამდენი ტაქსი. მე უთხარი ბატონო ჩაიდო ახლა ეს ფული ისე ჯიბეში და ამოაძრო ერთი ცალი და კიდე აქნევს არ ჩერდება ეს კაცი აქნევს 200 ლარი და გეგი არცევს პასუხს ახლა დინჯა ელოდება სატოფკეს ელოდება რაღაცა რო უთხრას და დავაცარი მე უთხარი ერთი 200 ლარიანი არ ეყოფა ბატონო მაგას ერთი 1000 ლარი დაждდება თქო და 1000 ლარი რატო დაждდებაო რა ამბავიო ახლა იფიქრა რაღაცას იჩალიჩ მე უთხარი ორი მეუღლე გარდაცვლილი იყავს და 4 ცოცხალი და 4 ტაქსი დაჭირდება და 2 კატაფალკა და ეიჭედები გულში შენ უეჭველი ხოდა ატყდა ერთი ამბავი მოგლეს კიდე ღამი გადაუსვამ შენ თუ გავს გოგა კიდე არა კაი გადაუსვამ დავით შენ ხوار წკენს დავით რო გეძახი კი არ მწული ხوار ვერ აღიქვავ არა კუჩუკიჩი ხوار გიჩევნია რომ დაგიძახო კი ახ თბილი კაი ბატონო დავით კუჩუკიჩი გამოდენიმე კაც ხორვატის ვეგონეს უფრაზე იკითხეს ეს სახელი ეგონათ ჩემი და ხორვატიატო იკითხეს ხორვატები არიან ეგენ თუ იუგოსლავია მე წარმოშობით ლეჩხუმელის სვანი ვარ მაგრამ ჩემი წინაპარი უკვე 150 წლის წინ ნემსაძე ლეჩხუმელია კი გაიმერელებული მე ისინი ვარ ლეჩხუმის სვანი რა ვიცი ყველა სისხლი მაქვს ერთად მე ცალკე დაგელაპარაკები მაშინ არ მინდოდა ჩემ თავზე რომ მეყოლა მაგრამ რა გამახსენდა იცი მაგრამ თვით კრიტიკაც ხო კაია ხანდახან თვით ირონია ლეჩხუმზე და გვარზე გამახსენდა მოკლედ რო წამოვიზარდეთ 15-16 წლის რო ხარ უკვე და ანუ არსენას ასაკში რო ხარ ულვაშები რო დაინგრა სისხლი კიდობს და კეიფი ცოტა ნაადრევად შეგვიყვარდა ჩვენ და რაღაცა კონცერტი ტარდებოდა და ხო იცი ახალგაზრდა ცელქიბებში სულ აფუჭებ არაფერს არ აკეთებ და სულ საყვედური მოდის სახში მასწავლებლიდან სკოლიდან იქიდან აქიდან გამევედი ამ კონცერტზე და მოკლედო პირველი ადგილიო ამასო ვიყურეს და მოკლედ მამაჩემა 9 მეტრა მეიმატა სიმაღლეში სიამაყით კაცო ხო და გიტარაო და უკრაო ამანო და ამას ვენაცვალეო ისე რომ აქებს ახლა მასალებელი 5 ბამბალე გამიცა იმ საღამოს კაცო და ამიყვანა ცაში რაც არ ვიყავი 10 იმდენი და დალია საღამოს და ტრაბახობს მაგაცებში და უკრაო ბიჭო პირველი ადგილი იყო რაცხა 13 წლის ვიყავით ახლა კონცერტზე რაღაც ჩამოუპარტყუნე ახლა ბიჭო და უკრავდა გიტარასო დიდი ბებია იშხნელი ყავდაო ჩვენ წარმოშობით თერჯოლის რაიონი ვარ წარმოშობა სკანდედან და იქ იშხნელები ცხოვრობდნენ დიდი ბებია იშხნელი ყავდაო მეორე ბებიაო აგერო დედაჩემაო გიტარა იცოდაო 7-იანიო დედის მხრიდანო ისიც უკრავდაო ცოტას ახლა 1-5 აკორდი იცოდნენ და რაღაცა ბაიათებს ამღერებდა და უკრავდა ბიჭო ჩემი შვილი გიტარას აბარა იქნება და შლის ამ ბეჭებს არ გასულა რამოდენიმე ხანი ცოტა წამევიზარდი ახლა და დამნიშნეს თამადად სუფრას რა შეიძლება და ახლა მოზარტ მაწვილს ეთამადა და უხარიავი ითამადებდა ვიშო ჩემი შვილიო ნემსაძეებისკენ არისო აზნაურები ვართ ახლა ნემსაძეები და ამაყობს ამით მოყოლა ითამადებდა აზნაური სისხლი აქვს მაგაცო და აბა რა სიზამდაო შეეშლებოდა ახლა ლაპარაკი შეეშლებოდა ლექსი არ იცის თუ ყველაფერი იცის შემობოშობდა მაქებს და არ გასულა აქიდან
რო იძახის ყოველდღე რომ აზნაურის სისხლი აქ და ჩვენსკენ და შევა დედა გლეხი მყავს ახლა. ერთ კვირაში რაღაცა რესტორანში ჭუბი მოხდა 18 წლისვე ბავშვები და მოკლედ მოხდა იქ თეფშების სროლა ყველაფრისა დაგვიჭირეს. პოლიციამ დაგვიჭირა სრულზრუნველები ვართ უკვე და მე ჩემი ძმაკაცები და მევიდა ახლა პოლიციასთან და ცოტა უტყვე არ უნდა ხსიგნისა და გამევიდა ახლა უფროსის მოადგილე უფროსის და გიცნობდნენ ახლა სულ ყველაზე ამის мама რომელიაო ნემსაძისო და აწურული მიდის ახლა მამაჩები რა მე ვარო და გაწითლებულია ხარ ცხენი და დაულეწია ყველაფერი ოიქო ჭიქასაინის ფულიაო გადასახდელი აქიმისო ეს ხულიგნები ესენიო და შემარცხენლებიო და შენი შვილი თუ იყო და აზნაური შვილი ხარო არ ველოდიო აქედან ასეთ რაღაცასო ბიჭო სუფთასის რო დვარნიაშკაზე შეაჯვარებ შეგარცხეს აბა რას გიზამს ის და გლეხებს გადააბრალა კაის თურამეს გავაკეთებდი ჩვენ სკენარიო აქეთო აზნაურების სკენო და გლახა როგორც გავაკეთე და იქავე აი გადავსვი ახლა თითი და ამოვირჩიოთ ჩვენი ისა ვიდიდოთ მე დავატრიალე დავაბზრიალე ნო სუფრა ეს რას მოყოდა სუფრა უნდა სუფრას გავდეს ღვინო უნდა ვარ გოდეს დარარირა ალბათ ანეკდოტების 80% სუფრაზეა გაგიჭირდება შენ სუფრაზე აიწყე პატივცემულო არ მე როგორც ვიდო ბიჭო გოჯის თავივით სულ სუფრის თავში ვიჯექით და ახლა სუფრაზე თუ ანეკდოტი გამოგველია დაიწყე მე მე ვიცი რომ შენ 6-ის მერე არ ჭამდა ახლა 10 საათია დაწყებული თუ 11 და არ მეგონა სუფრა თუ ამოგივიდო ამერიკული დროით არის ბოსო ხო მასე სუფრაზე გამახსენდა სუფრაზე იყავი და მაშინ გაგახსენდა თუ ახლა გაგახსენდა სუფრაზე კაცობიდან მოყოლებული რომ სულ სუფრის მიზეზს ვეძებდით სუფრის მიზეზს და ესეც იმერეთში მოხდაო ამობენ ეს ამბავი ცოტა ძველი ამბავია მოკლედ პურმალიც აქვს ფულიც აქვს საშუალებაც აქვს ყველაფერი მიზეზი არ აქვს და არაფერი დღესასწაული არ არის გიორგობა გადასულია ახალი წელი გადასულია და იმ წელიწადს მოთხოვა პირველად ამოდიო პირველი თოვლი აღნიშნოთ პირველი თოვლიო და შევიდნენ ახლა და ერთ-ერთში სვავენ თავდაუზოგავის მამიდის და ლამაზად თოვს ლამპიონზე გარეთ მოჩანს ღამეა უკვე და მიაჭირა 12 საათს და გამევიდა გარეთ ეს და ოდიში და შარდავს აუდუღა წყალმა და გამოყვა ეს მაგაცის ყაიაოს თაჰერზე ყველაფერსო გემოვაკო და გამოყვა და ეს შარდავს და ჯურას აკეთებ მადო და ამ ლამპიონი შუქზე თოლში ჩემს სახელს და გვარსო ვაწერო ჩემი იმითო შარდითო ყვითლად ჩანზე ასეთი დილი ხორი მაქო და ბოლოს რო ამოკრას მეიგას და ამ ძმაკაც უზახის ბიჭო ზდა ეზეო დამაკტაო შარდიო და შეგენაცვალეო მომეხმარე წამიგარი ხელიო და მიმაწერიეო რა ხოში მაქო და გამოხედა იმედა მე ოძმაო კალიგრაფია არ მივარგა აგერ არის გათხოვებ და მიაწერე რაც გინდაო ხურდა ხო არ გაქვს მართლა ხიდის თავში კი არ ვიჯექი არა ხოიცა ჯერ სუფრა წინასარი ხდის არა წინასარი ხდის სუფრისას ხურდას ხო არა მეთქი ანგარიშები კაცო მჭირდება მეთქი ანგარიში ოფიცერი მართლა თუ გაქვს მომეცი და დაგიბრუნებ არ მოვაკლებ აი ვალადეც აი ეს მჭირდება მოკლედ ეს მაგნიტი გაგჯებеш და იმით იმაგრებ ამდენ თუ საიდან კაი მოკლედ სუფრიდან გამოდის კაცი რა აუდუღაო შენ რო აკეიფარი ოღონდ ცალხელაა რა ცალხელაა და გამოვიდა გარეთ ახლა რა და აკეთებს თავის საქმეს და აქედან მოადგა ციგნის ბავშვი აკეთებს ანუ გაუჭირდა და გამოვიდა ხო თან ცალხელაა ხო თან ცალხელაა იმის მოჭრას ხელის მოჭრა ჯობია ეს მოკლედ აქედან მოადგა ციგნის ბავშვი ხო და ესაო ლარიანი მომეციო ხო და გადი შვილო ესე უნება გადი რა ლარიანი არა და არეშო აუ მომეცი ლარიანი ხო იცი აუ მომეცი შედი ლამაზი თვალები გადი შვილო ესე უნება გადი აქედან არეშვება ბიჭო რა არეშვება და მაკეს ლარიანი შენი დედა იმით გადაფრიდა
მოიცა ვერ მივხვდი ახლა მე ცალხელად ვიყო რითი გააკეთა ის. ხალი ხელი ხო უკავია და იმით გადა დაიბრუნეთ თქვენი. რა მაგა ბაქფოს როგორ გამოგართვე უკან არ მინდა შენი იყო მაგფულს როგორ გამოგართმევს მოწილი ხელის თითები გაქვს მოკიდებული. ვიხუბებოდი კიდე კაი 100 ლარიანი არ მივეცი აგერმა ტიბეში ანუ გვაქვს კიდე რამე თუ შევაფასო მეორე რაუნდიც. შეაფასე, მაგრამ წინ არის, იმიტომ რომ კაი რაღაცებს ხვება. სუფრაზე არა მე ახლა ასე გადავწყვეტ, იმიტომ რომ მაინც იმერელი ვარ. თქვენ იმერლები ხართ, რო დავგუგლე. ხო, Google-შიც ასე მითხრეს და იქიდან რაც ცენტრალურმა სადაზვერვო იმანას მითხრა, რომ იმერლები არიანო და ხო. ეს იმერელი ვარ და გული რო არ დაგწყვიტოთ. გავყოფ ამას ლარს გაყავი. 50 შენ და 50 შენე. აგი, მალად. რა ჩაურტყი 50 შენ და 50 შენ. არ ვიჩხუბოთ ერთმანეთს ხო არა, რო არ იჩხუბოთ. აქედან როცა ხვალ რო არ იჩხუბოთ ყენ. ბიჭო 300 კილოიერმა კაცმა ამ ჩვენმა იმან დვალიშვილმა 2 მილიონი მიცეს შხუბზე და ეს 100 კილოიენ კაცი 50 ლარად რა ვაგავლა ხო ახლა ხელი რო შემოებრუნოს კი არ მომკლავს მესამე რაუნდია. დებო. ვინ იწყებს? ლომებო. მესამე რაუნდი თავისუფალი თემაა. გინდათ კლასიკა მოყევით, გინდათ ჯაზ ანეკდოტი, გინდათ როკ ანეკდოტი. აზრი და როკი აქეთ მეიკითხი რა. არა, ანეკდოტს გულისხმობ, სიმღერას არა. სხვადასხვის გადაცემის ბოლოს მაქვს ერთი პატარა სიურპრიზი თხოვნა. ოღონდ მე კი არ გაგიკეთებ სიურპრიზს, უნდა გთხოვოთ, რომ თქვენ გამიგეთოთ. სიურპრიზი. მანამდე ჯერ მივიდეთ გადაცემის ბოლოს. გადაუსვათ. ვინ ვიც? თავისუფალი. გადასვება აღარ უნდა, მესამე თემა არის, მესამე რაუნდი არის. თავისუფალი თემა. ხვები რასაც გინდა, თუ გინდა ის მოყევი, რა ქვია. თუ რამე გაგიფუჭებია ცხოვრებაში, მომიყევი ყველაფერი. გამიგეთებია თუ არა, გაფუჭებულის მეტი რა. შეგინახავ. არცად არ ვიტყვი. გაფუჭებულის მეტი რა მაქვს, შენ გაკეთება. აბა, გოგა დაიწყე შენ. ანეკდოტი უმცროსისაო, მე ასე გამიგია. ძველი ქართული ანდაზა და დაიწყე. დაასხე შეუბადონო. კაი, მაშინ კაცი მიდის ექიმთან. რომ ექიმო პირდაპირ გეუბნებიო, რომ ფულის პრობლემა არ მაქვს, რასაც მეტყვიო, გადავიხდიო, უბრალოდო პრობლემა მაქვს ის, რომ ახალგაზრდა ცოლი მყავსო, ანგელოზივითო ძალიან მიყვარსო, მაგრამ მალე ვამთავრებ ჩემს საქმესო და გამექცევაო. უნდა მიშველო. ამან უთხრა რომ ექიმა რომ ბიჭო რა არისიო ფულზეც არ არისო არ არის პრობლემაო ხა ძალიან ისეთი იშვიათი თემა არისო ხა რასაც ამბობო და მაგის წამალიო არ არსებობსო რა მაგრამ რა რისი გეშინიაო ან ფობია ხო არ გაქო ან ხო აი ბავშვობაშიო იარაღის ხმა რომ გავიგონეო პირველად ისე შემეშინდაო რომ ნუ იმის მერე ეხლაც აი კაცობაშიც რომ ესმისო თუნდაც ხდებიო რა მეშინია ძალიანო და ხო და მაშინო ეხლაო შენო წადიო იყიდეო ის რო არის სპორტული მარტო ხმა რო აქვს ეგ იყიდეო სტარტოვკა ხო იყიდეო ხო და საქმეს რო დაიწყებო იქ კონდესო გვერდითო და როცა დამთავრებისკენ წახვალო ისროლეო და პასუხს ვაგებო ძმაო რომ გააგზელებო შენ საქმესო აუცილებლად აკაი მომენტია დამთავრების დროს ო აი შენ გენაცვალე წავიდა და მეორე დღეს მოდის ეს პატივცემული და გამარჯობა ექიმო ლიცენზიაო ხო და რატო რა მოხდაო და ვიყიდეო ეს სპორტულიო და წავედიო ზახშიო ცოლი დამხვდა ხალათითო გახარებული ვარო კაცო ეს ხო აგერ მაქვს შევათრიეო საძინებელშიო და დავიწყეთო ჩვენი ამბავიო და როცა უნდა უკვე დამემთავრებინაო ვისროლეო რო ვისროლეო ჩემო ცოლმა შიშისგან და მე სტატუდა გამოხდა მეზობელი არ მესროლო ზაზაო დამექცა ცხოვრება დამეგრა ყველაფერი უგაცრავად ეს რა მასწავლებლო ეხლა შენი ჯერია თავისუფალი ჩემო თავისუფალი თემა ერთი კაი ისტორია გამახსენდა ერთი მაგარი კაი ქართველია რა გოჩა გვარს არ ვიტყვი იმერელია წარმოშობით გოჩა ვიცი მე მაგარი კაცი კაი ქართველი მეც ვიცი გოჩა ორის კაცი მარილის კაცი და
ხიჩინის არ იყოს, რო გამოაღებო, ალიევს არ ექნება, ისეთი მაცივარიო, ისეთი კაცი. მოკლედ, მოვდივარო რა, რომელი პერიოდი ეცი 90-იანები არეულობა გარეთ რო ვერ გამოდიხარ და ბენზინი არ იშოვება, ბენზინის გულისთვის ხალხი ერთმანეთს ესროდა ის პერიოდი. ჩვენ ახლა ცოტა ბავშვები ვიყავით მაშინ 6 ჩვენ. მოვდივარო და მეუღლე მყავს ფეხმძიმედ. კი არის ერთ დაახლოებით მერვე თვეშიო და ასე ზისო. გადავგარი რული კალონკისკენო და რომ დამინახესო ეს ფეხმძიმე ხალი მანქანაშიო. ყველაო დამითმოო და ძმაო მოდიო და ისე მე წამომარტყა თავში რომ სამშობიაროში მივდივარო და თუ შეგიძლია რომ კილომეტრიანი რიგია 2 დღე უნდა როდის მომიწევს კაცო ბენზინიო. ყველაო მოვწიეო და დამითმესო და პატიოსნათო გაროჩეო ჩაისხითო ურიგოთო და გავავსე ბაკიო და ვიჯავრეო რომ 2 კალის რა მქონოდა ნეტაო ბაგაჟნიკშიო და ასე კმაყოფილი ურიგოთო მოვდივარ სახშიოც მაგაცები მელოდებიანო პურმაელია გასაშლელიო. ერთი 10 კაციანი სუფრა დამხვთაო და როგორც კი დავლიეთო ახლა გადაუშალე გულიო სუღელასო და მეუთხარიო ბიჭო ურიგოთო შევისხიო ბენზინიო და ყველას უკვირს ახო ურიგოთო ვინ გაგატარებდაო თოფები დგას ხალხი ბენზინზე. ასეო ბიჭო ჩემი მეუღლეო ვეციმეთ რო არისო ყველამ დამითმოო და შენი ჯირიმე შენგენაცვალეშიო გავავსე 24-ის ბაკიო და რო დათვრე რომ საღამოს ერთმაც მაგაცმა მითხრა ისეთ ადგილზე ვარ წასასვლელიო ძმაო ბენზინი ისე მჭირდებაო შეგენაცვალეო არ მითხრა უარიო და ჩვენი და არისო კაცო ერთი ოჯახი ვართო და კამადანე შენი მეუღლეო და შევისხავ ამ ბენზინს და მე ვიყვანაგერ სახშიო ნამცხვარი და შოკოლადები ჩემზე იყოსო მაღარიჩიო იურაო მეტყოდი უარს ახო ბავშვების მეგობარიაო და შეგენაცვალე რაზეა ლაპარაკიო მე ვეღარ გამოვჩდები მეორედ ვერ მივალ იმ კალონკაზეო და შეისვა ეს ჩემი ცოლიო და წაიყვანავ და ორი ბალონი კიდე გავსო ბენზინი ბაკი ცალკე გავსო და მოვარდა გახარებული შენა ღმერთო ეს არის ამისაც საჩუქარიო ჩემთვის არავის არ გაუკეთებიო ჩემთან ყოველდღე კეიფიაო და მეორე დღესაც იგივე განმეორდა მესამე დღესაც იგივე განმეორდაო და ვერცეც უარს ვერ ვეუბნები და ბოლო ჩამოგრა ზარმაო რომ ადგივდა მეუღლეს მუცელი და მართლა მიმყავს სამშობიაროში ერთი თვის მერე მივაღენე კალონკაზე ახლა ნაგლად უკვე დასპეცებული ვარ ზარდით მივაღენებ მანქანასო 2000 მანქანა დგას რიქშიო და მე მივაღენებო მიმსა შევედიო და რო ავწიეო ბაგაჟნიკი 2 ბალონი წამოვაყოლე ახლა ამასო და მე ვიმარჯვეო ისო ბენზინის პისტოლეტიო თუ რა ქვია მაგას ვიღაცა კაცი მოდისო და ერთი წუთიო არ ჩაასხა ბენზინიო მიყვირის იქიდან და კაცი მოდისო გამოწყობილიო კოსტუმი შარვა აი დელეცი რო სახეზე აწერია მაყუთიანი დელეცი აი კომუნისტების პერიოდის და ამისი არ იყოს ვალეტისკენ დივით გამოწყობილი კაცი და შარვალზე ქონდა ისეთი ნახაზიო ესე ძველი თარგმანი არის რო დააჯდეს ბუზი რო გადაიჭრიხა ხო ნაკაცია გაწკიპინებული გაუთავებულია და მოდი ახლა ძმაო და გამომდო პადრიშტე გამომდე ერთი წუთი გვერდზეო მეუნებაო გავღევი ახლა ვინ ხარო შენო რა ცხოვრები ცხოვრობო რა კაცი ხარო რა წარმოადგენო აი ჩაცმული ვარ კაი მანქანით ვარო და მე ვთქარი ესა ვარ კაიო ძმაო ჯიგრულბონშიო ბენზინის დედავატირეო ამას თუ გინდა მთელ კალონკასო გაგატან სახში მეიდანე 5 ტონას გაგატან გაჭუკე ფული არ მინდა ფული კი არ მიჭის მაგრამ ეს ხალი ვისიაო ბიჭო რო დაათრევს მთელი თბილისი დაათრევს ვისი ეს ხალი გაბაგებია ეგაი ჯანდაბასო ეს ხალი ვისია რა უნდა ეთქვა მაგაზე გამახსენდა გეწოდინებათ ის ძველი ანეკდოტი ბიჭიკი აუნება შალიკიას ბიჭო შალიკიაო გუშინო ბიჭო მე და ბიჭიკია მორაქალები ავყარეთო იციო ზერო წევედით სიმონი მაშინ რა ქვია მარკეტში წავედით ტასაცმელების მოლში წავედით სადღაც რა და რას კაბებიო ისინი რას მოეწონა ყველაფერი უყიდეთო მე იქიდან წავედი და ოქროლობის მაღაზიაშიო და სამკაულები ისინი ბიჭო მაგარი ხალები იყვნენ ახლა ისე ვერ შეკადრებდიო რა თან მკერავდითო და უფრო უფრო დაგვეკერავო და ასე ჩავზმანეთ ჩავაბრილიანტეთ საკეფულები ვაჩუქეთ და მე წავედით რესტორანშიო სანამ ეგიო და წავედით კარგად სუფრა გავშერეთ კარგად მაგრად ვაკეიფეთო კაროჩი და ბოლოს ისე დავთვერეთო რომ აღარ მქონდაო კაროჩი და კი წევიდნენ მე სახშიო და ეს შალიკია უყურებს და
ებიჯო, მასე თუ იყო, ჩემი ცოლი წეგეყვანათ. აი, აგვაყიდე რამე. მოკლედ, ჩემმა ძმაკაცმა მოიყვანა ცოლი 2001 წელია. ხორცილი აქვს დიდებული. და ახლა მეხერხებოდა ცოტა ექსპრომტებს წერდი ხოლმე და მეთქი რა ვაჩუქო ისეთი შენო კაი ლექსუ დამიწერო მაგაზე კაის ვერაფერს ვერ მაჩუქებოდა ლექსი იწყებოდა ასე სადღეგრძელო დავარქვი სათაურად ძლიერ მახარებს თქვენი ხორცილი ჩემო ალეკო და ჩემო თამარ გისურვებთ უზღო ბედნიერებას ხატულა შვილებს მრავალს და იტაგდალი გძელდება ასე 6-7 კუპლეტია კაი სადღეგრძელოა რა გამოგადგება ხორცილში მოკლედ და როცვით თავდება ბოლოს ეს სადღეგრძელო რაღაც ყანწები დავლიოთ დედოფლის და რითმაში რა თქმა უნდა და მოკლედ ამ ლექსი პოპულარული გახდა ეს ლექსი და თამადები ახლა რასაკეთებდნენ ჩემი ძმა ახლობლები რო იყო და დამირეკავდნენ ის ლექსიო რაფერ არის მოგწერეო ტელეფონითო და შენ ხორცილში ვარ დღეს თამადათო და სახელ დაგვარ შეცვლიდნენ სხვა სახელ დაგვარ ჩააკვეხებდნენ შიგნი და ვითომ იმის დაწერილი იყო ზოგი სუხარობდა რომ ჩემი დაწერილია და აბა და ეს გასულია კაი ხანი ამ ამბიდან 2001-ში დავწერე და ახლა 2020 იყო დაახლოებით და მანქანით მივდივარ საჭესთან ვზივარ და ერთ ძმაკაც მირეკავს ბიჭო ის ლექსიო რაფერ არის მომიყევი უნდა დავწერო მე ვუთხარი მე არცალია რუზე ვარ მე ვუთხარი ნუ გამიჭირვეთ მე ვუთხარი საქმე იძახით ჩემი დაწერილია და მე ხალხი მიძახის შენ იგი არაო სვისი ყოფილაო და მაშინ ზუმრად თუ მესიჯი მომწერეო მესიჯი რაფერ მოგწერო მე ვუთხარი ახლა რომ საჭესთან ვარ მესიჯი რომ მოგწერო ავარიაში მოყვე აუო ზუმრად გააჩერეო 20 წუთიო ხორცილი იწყებაო თამადავარ და შენ გენაცვალეო და მე ვუთხარი მე პირველზე სიზე დედოფლიდანმა გაგზალული და დანარჩენ კუპლეტებს მოგწერ და პირველში შენ გადააკეთე რაფერაც გინდათ და ერთ საათში რეკავს გამწარებული ჩავშალე ხორცილი რა მოყევი მე ვუთხარი ავნაირი ხო და გიორგი ირქმევია სიზეს და ჟუჟუნა დედოფალს და ასე ყვება თურმე ძლიერ მახარებს თქვენი ხორცილი ჩემო გიორგი ჩემო ჟუჟუნა ისეთი სექსი ქონოდეთ ღამით გააყრევინეთ ლოგინს პრუჟუნაო ეს შოუსა და აწი მიდღეს თავშიო რო დავამთავრე ლექსიო ზოგი ტანს უკრავდაო და ერთი კაცს მიყავდაო მე გადავწყვიტე ასე რომ ეს თანხაც გავყო ანუ 200 ლარი რო გავყო აბა რამდენია 200 რო 2-ზე გავყოთ 400 ჯიგარი ხარ შენ მე არასდროს ეჭვი არ მეპარებოდა რომ შენ მათემატიკაში არა და არითმეტიკაში რომ ძალიან ძლიერი 400 ლარი შენ ანუ 200 გავყოთ და 400 შენ 400 შენ ავშენდით ეს მოკლედ ბატონებო გადაცემა დასასრულს უკვე მიუახლოვ და შვენიერი კარგი სტუმრები ყავდნენ და მე რომ აღნიშნე ზემოთ რომ აღნიშნე რომ ბოლოს სიურპრიზი უნდა მომიწყოთ თქო გოგა სიურპრიზი იქნება სიამოვნებო შენი სიმღერა ანუ მზად ხარ ხო ძალიან კარგი ადამიანი ხარ კარგი ძმა ხარ მე კი ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს გემშვიდობებით მომავალ კვირამდე თუ რომელ კვირამდე არ ვიცი მაგრამ გემშვიდობებით ანეკდოტების შოუ კი მომავალ კვირას შეხვდებით გოგა აბა შენი გასივარ და კუდი მხურავს ქეს არ უხრი არავის არც არავის ემონები არც ბატონო ფარავის არც არავის ვემონები არც ბატონო ფარავის დავხარჯავ თუ მაგშემი არ ვუმადლი არავის არა მაქვს რა გასაცემი არც ეს საუთხოვ არავის არა მაქვს რა გასაცემი არც ეს საუთხოვ არავის
ჭიგოგოს სერიოსაოსეს არ გამიგოს ვინმე მცუდად ნეტავ იმას ვისაც ესმის სიყვარულის აბდა უბდა ნეტავ იმას ვისაც ესმის სიყვარულის აბდა უბდა პატარა გოგოდა პატარა მთაწმინდა პატარაც სამინდა პატარა მზე მე თუ არ დღესა ვარ დარდი და კონესა ვარ ხვალ იქნება არც ვიყო ამ ქვეყნად მე გავიხარებ გავახდები არ ვიდარდებ არავის თუ არავის ვენახლები არც მე ვნახულობ არავის ფულს დავხარჯავ თუ მოგშენი არ ვნახდები არავის არა მაქვს რა გასაცემი არც ეს სავთხოვ არავის არა მაქვს რა გასაცემი არც ეს სავთხოვ არავის პატარა გოგოდა პატარა მთაწმინდა პატარაც სამინდა პატარა მზე მე თუ არ დღესა ვარ დარდი და კონესა ვარ ხვალ იქნება არც ვიყო ამ ქვეყნად მე კაცი ვარ და ქუდი ვხურა